კვლავ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, iVideo.gi, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი მე-13 გაიმართა და ჩვენ საშუალება გვაქვს ვისაუბროთ ამ ფესტივალზე, სადაც ახალი მონაწილეების მიღება უკვე გამოცხადდა და ჩვენი სტუმრები არიან მაია ღუღუნიშვილი, ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და შატო კუბათაშვილი, ანსამბლ ახალი ბანას ხელმძღვანელი. მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაიკო, მოდით თქვენგან დავიწყოთ. ფესტივალი უკვე მე-13 შედგა. ძალიან საგულისხმოა ის, რომ ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალია და ამ ფორმით ვთქვათ, ვცდილობთ რომ წაახალისოთ ახალგაზრდებში мотивация იმისთვის, რომ ვთქვათ, ხალხური მუსიკა კვლავ რაღაცნაირად ტრენდული და აქტუალური იყოს. გადავავლოთ თვალი ამ ფესტივალის დრამატურგიას, მის ბიოგრაფიას, რა შედეგები გვაჩვენეთ ამ 3 წლის განმავლობაში და რა მზადების პროცესში ხართ ახლა. მოგესალმებით, დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის და ამ ფესტივალზე საუბრის საშუალებისთვის. ეს ფესტივალი კი უკვე პრაქტიკულად მე-4 წელი დაიწყო, რაც არსებობს და დავიწყოთ მოდი იდეის ავტორებით, იმიტომ რომ რომ არა ისინი ეს ფესტივალი ხადია ვერ შედგებოდა, ისინი არიან ლუტბარები, მაია მიქაბერიძე და დავით ცინცაძე, ანსამბლ შავნაბადას ხელმძღვანელი, რომლებსაც გაუჩნდათ იდეა, რომ თბილისში უნდა არსებობდეს ესეთი ფესტივალი, რომელიც გააერთიანებს გუნდებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ. ჩვენ ვიცით, რომ არის ბევრი ანსამბლი, რომელსაც სახელმწიფო ეხმარება გარკვეულწილად და ისინი ახერხებენ ასე თუ ისე არსებობას რა კონცერტების გამართვას ასე შემდეგ და მათ ასე თუ ისე პოპულარიზაციაშიც ამ კუთხით ეძლევათ საშუალება რომ ხარდაჭერა ქონდეთ სახელმწიფოსგან. ამიტომ გაჩნდა ეს იდეა, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ანსამბლი, მათ შორის ბავშვთა და უკვე არის გაჩნდა ახალგაზრდული გუნდებიც. აი შატო არის ახლა ბრწყინვალე მაგალითი და წარმომადგენელი ასეთი გუნდისა, ამიტომ პირველ წელს თითქოს ინიციატივა იყო, რომ ბავშვთა გუნდების ფესტივალი რქმეოდა, მაგრამ უკვე დაემატა, რომ ახალგაზრდული გუნდებიც. პირველ წელს ამ ფესტივალმა გააერთიანა 500-ზე მეტი მოზარდი და ეს იყო საოცარი საანახაობა ქარვასლაში, აი ამ არაჩვეულებრივ გარემოში, სადაც აივნებიდან გადმოეფინენ ეს პატარები და მრავალჟამიერით დაასრულეს ეს პირველი საფესტივალო კონცერტი, გია ბაღაშვილს მიყავდა და მასთან ერთად იყო ეს არაჩვეულებრივი საღამო და აქვე გეტყვით შინაარსიც ფესტივალი არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასაკონკურსო, მაგრამ ყავს ჟიური, რომელიც თავის შენიშვნებს, რჩევებს, დარიგებებს აძლევს. პირველ წელს იყო მახსოვს დავით ევგენიძე, თეონა ცირამოა და ეთნომუსიკოლოგი. არ დამავიწყე სახელები და გვარები, ამიტომ ყოველთვის არიან ასეთი პროფესიონალი წარმომადგენლები მუსიკალური სფეროსი, რომლებიც თავისთავად ცხადია, რომ ძალიან საინტერესო რეკომენდაციებს აძლევენ ამ ანსამბლებს. ეს იყო პირველი წელი, შემდეგ უკვე მეორე წელს გადაინაცვლა თუ არ ვთქვი, ეს იყო უნივერსიტეტის დარბაზი, ჯავახიშვილის დარბაზი, სადაც უკვე შემოუერთდნენ ამ ფესტივალს ეთნიკურად განსხვავებული წარმომადგენლები იყო აზერბაიჯანელი მუსიკოსები, რომლებიც საქართველოში, თბილისში მოღვაწეობენ და ასევე სომხური წარმომავლობის, ეთნიკური წარმომავლობის მუსიკოსები, რომლებმაც ასევე საკუთარი ფოლკლორი წარმოგვიდგინეს. ამით გაგვაცნეს, ახლა მე ვიცი, რომ ფოლკლორში და ქართულ სიმღერაში უკვე ძალიან დიდი გამოსახულება, ყველა ვინც მღერის მგონი ქართულად, ყველას ვიცნობ, მაგრამ იყო შემთხვევა, რომ მე ესენი არ ვიცოდი და ძალიან ბევრმა ჩემნაირმა ადამიანმა. ერთია რომ ეს ფესტივალი პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მეორე რაღაცა სიმბოლურად ფინანსური მხარდაჭერაც აქვთ ამ ანსამბლის ხელმძღვანელებს, ზოგადად ანსამბლებს, რომ რაღაც თუნდაც აი ამ პატარა ჰონორარებით, რომელიც ამ ფესტივალში მიეცემათ, რაღაცა ისევ გუნდს მოახმარონ მათ შემოქმედებით ცხოვრებას და ასე შემდეგ. მოკლედ ასეთია პატარა მოკლე ბიოგრაფია ამ ფესტივალის, რომელსაც როგორც უკვე აღნიშნე მე-3 კონცერტი ქონდა, როგორ არის იცით, პირველ წელს გაიმართა, მეორე წელს, თქვათ, იყო უკვე დაჯილდოვება გასული წლის მონაწილეების და ასევე ახალი მონაწილეების საჩვენებელი კონცერტი და აი ასე პრაქტიკულად პირველი მონაწილეებიდან დღემდე სულ მიმდინარეობს სვლა რა, ანუ ეხა მაგალითად კონსერვატორიაში რომ კონცერტი იყო, 2 კონცერტი გაიმართა
შუადღეს და საღამოს შუადღის კონცერტში მონაწილეობდნენ პირველი წლის მონაწილეები. ამიტომ ეს ფესტივალი რაღაც პირველ წელს არ მთავრდება იმ მონაწილეებისთვის, ვინც პირველად გადის ამ ფესტივალში, ესე ვთქვათ. ბოდიში გამიგწელდეს. შატოსთანაც გადავიდეთ, მე დარწმუნებული ვარო, ჩვენ ქართულ ხალხურ შემოქმედებაზე საუბრისთვის დიდი დრო არ გვეყოფა, მაგრამ რაღაცნაირად ქრონომეტრაჟიც რო გავითვალისწინოთ. შატო, თქვენ როგორ აღმოჩნდით ამ ფესტივალში და ზოგადად როცა ვსაუბრობთ, ვთქვათ, ამ ტიპის ღონისძიებებზე, რა სტიმულია, რა პლატფორმაა იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები უკვე წარმოაჩინო და რეალურად ამგვარი გამოცდილება შემდეგ რაში გეხმარებათ, რაში გიწყობთ ხოლმე? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს. მაიკოს ნათქვამს გავაგრძელებ მე, რომ აი მესამე წელს უკვე ახალგაზრდული გუნდები შეემატა ამ ფესტივალს და უფრო საინტერესო და ფართო მასშტაბიანი გახდა ეს ფესტივალი და ჩვენც დავინტერესდით ძალიან ამის შესახებ ცნობა დათო ცინცაძისგანაც მივიღეთ. დათო ცინცაძე მაიამი ქაბერიძე მართლაც რომ ძვირფასი ადამიანები არიან, იმიტომ რომ ქართულ ხალხურ სიმღერას ემსახურებიან და მადლიერი ვარ მე მათი ძვირფასი ადამიანები არიან და ვიცი ჩვენც გადავწყვეტეთ რომ მიგვეღო მონაწილეობა. ერთი კუთხით ძალიან საინტერესოა რომ ახალგაზრდული გუნდები შეემატა, მაგრამ მეორე კუთხით ისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ბავშვთა ანსამბლები, ბავშვები როგორ შეხედავენ ამ მომენტს, როდესაც მათზე უფროსები დგანან და მღერიან და იციან რომ მომავალში თვითონაც ესეთი ამასაკის ადამიანები გახდებიან და თვითონაც შეეძლებათ ასე მღერა. და რა ვიცი, ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო იმ კუთხითაც რომ როგორც მაიკომ აღნიშნა, ჟიური დაკომპლექტებული იყო პროფესიონალებით. ჩვენ როცა გამოვედით, მაშინ მახსოვს თეონა ცირამოა, მალხაზ ერქვანიძე და ბატონი რამინ მიქაბერიძე, რუსთავის ოქროს თაობის წარმომადგენელი იყო და რა ვიცი, ბედნიერები ვართ, რომ კარგი შეფასება დავიმსახურეთ და ჩვენთვის რა თქმა უნდა ნებისმიერი გამოსვლა დიდი გამოცდილებასთან არის დაკავშირებული და ესაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახალი კოლექტივებიც გავიცანით, ბავშვების, სხვა ახალგაზრდული ჯგუფების და გარდა პოპულარიზაციის საკითხს მინდა შევეხო კიდევ რომ გარდა კონცერტისა ამ ფესტივალისთვის დამზადდა ასე ვთქვათ ესე ვიდეო რგოლები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ამით კიდევ ხელი შეუწყეს გუნდების პოპულარიზაციას. რადგან სოციალურ ქსელებზე გადავედით, ზუსტად ეს უნდა მეკითხა ახალბანაზე მეტი რომ მოგვიყვეთ, თავისთავად ხვდებით რომ ვთქვათ ადამიანები რომლებიც შეიძლება ამ ასაკობრივ ჯგუფში იყვნენ რაღაცა სხვა მუსიკით ინტერესდებოდნენ, ის რაც პოპულარულია, ვთქვათ, მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ შენ როდესაც შენი საგანძური და რაღაცნაირად ძვირფასი ეს ეროვნული საუნჯე გაქვს, მე ვფიქრობ, რომ მისი განსაკუთრებული წარმოჩენის შემთხვევაში ტოლს არ დაუდებ, ვთქვათ, იგივე პოპულარობით, ნახვებით, ყოველ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ეროვნული პროექტი, ის რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებულია, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც არიან ამ ანსამბლის წევრები, როგორ გაერთიანეთ, რა არის ის მთავარი, ვთქვათ, რაც გარდა იმ სიყვარულისა ალბათ ხალხური შემოქმედებისადმი გაერთიანებთ თქვენ ამ ანსამბლში. დიახ, თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ ეს მთავარი იდეა და მთავარი სურვილი ამ ბიჭებს არის ის, რომ ქართული ხალხური სიმღერა უყვართ. მეორე ალბათ მეგობრობა რა, რაც ჩვენ გვაკავშირებდა ბავშვობიდან მე მაგალითად ანსამბლ მართვეში უმღეროდი ბიჭები, ნაწილი უმღეროდა ბავშვთა გუნდ ჩავნაბადაში, ზოგი ანსამბლ გურჯაანში, სხვადასხვა ანსამბლებში, ზოგი თეატრალურში როცა ჩავაბარე, მაშინ გაჩნდა ეს იდეა რომ ეს ანსამბლი შექმნილიყო. და ზოგი სტუდენტების ნაწილი, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა ამ ანსამბლში. დღეს 20 წევრია, 20 წარმომადგენლობითია. და თავიდანვე ჩანაფიქრი იყო ისეთი, რომ ცოტა მზარდი დიდი გუნდი ყოფილიყო. ჩვენი მაკურთხეველი და ახალი ბანას პროექტის ხელმძღვანელი მეუფეს მეუნია და მასაც მინდა შემთხვევით ვისარგებლო და უღრმესი მადლობა გადაუხადო ლაშა გელაშვილი, რომელიც ჩემი მარჯვენა ხელია, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას დირექტორია და ადმინისტრაციულ საკითხებს ისაგვარებს. მე მუსიკალურ ნაწილს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობ და რა ვიცი, ასე გვერდში დგომის ერთმანეთში იქ სოციალურ სივრცეზე რასაც ვახსენეთ, იქ ჩვენი წევრი მაგალითად ერთ-ერთი ლუკას ტურუა, რომელიც ამ სოციალურ სივრცის, ასე ვთქვათ, ამბებს
ხელმძღვანელობს და ესე გადანაწილებული გვაქვს ჩვენი პოზიციები ვინ რა უნდა გავაკეთოთ და ესე საქმეც უფრო წინ მიდის. რეპერტუარი მინდა მითხრათ როგორ ირჩევა, იმიტომ რომ რეალურად ის ხშირად განსაზღვრავს ხოლმე თავად ანსამბლის ვთქვათ ისტორიასაც, მის პოპულარობას. აქ ვთქვათ თავი ამოსავალი წერტილი რა არის? ის რაც უკვე კარგად ვიცით და ხლებური შესრულება თუ რაიმე ვთქვათ სიახლის ვთქვათ მაძიებლებიც ხართ. აი, როდესაც რეპერტუარს ვარჩევ ხოლმე ძალიან ბევრს ვფიქრობ, იმიტომ რომ როდესაც ამხელა კონკურენცია განსაკუთრებით თბილისში უნდა იყოს რაღაცა შენი სპეციფიკური ხასიათი უნდა თან სდევდეს გუნდს გამორჩეული რომ ხალხისთვის საყვარელი გუნდი გახდეს ალბათ მე ასე ვფიქრობ და ვარჩევ ხოლმე შედარებით იშვიათ ნიმუშებს ან ისეთ ნიმუშებს რომლებიც ხალხმა ძალიან შეიყვარა და განსხვავებული ვარიანტით ან მუსიკალური დინამიკური ნიშნებით თავაზობთ ხოლმე რა ჩემო კარგო ქვეყანა გავაკეთეთ ადრე ცოტა განსხვავებული ფერი შევიტანეთ ამ შესრულებას აი მაგალითად უფრო ცდილობენ ხოლმე რაღაც ძლიერი ხმა წარმოაჩინონ ამ სიმღერას ჩვენ რაღაცა უფრო აკადემიური სიმღერი მანერით წარმოაჩინეთ ეს სიმღერა და რა ვიცი ფიქრობთ ხოლმე ძალიან ბევრს გარდა ხალხური სიმღერისა მნიშვნელოვანია ვახსენოთ ისაც რომ ახალი ბანას პროექტი რა თქმა უნდა კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრს და სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს და ჩვენ ვცდილობთ რომ სასულიერო მუსიკასაც შევეხოთ ანუ მრავალ ჟანრს ვეხებით ქართული ტრადიციული მუსიკისა ის იქნება ქართული ხალხური სიმღერა ქართული ტრადიციული გალობა აგრეთვე ტრიო შეიქმნა წინა ზაფხულს ჩვენ მოგზაურობაში ვიყავით ჩეხეთში და იქ კონცერტზე დაგჭირდა რომ აი ქალაქური სიმღერა როგორ არ გავიტანოთ ერთი ნომერი და რაღაცა ესე ძალიან ისე ვიყავი რომ რაღაც ტრიო სახით გვეჩვენებინა უკვე ეს ტრიო წარმოდგენილი მქონდა ვინ უნდა ყოფილიყო და ვცადეთ და ისეთი კარგი გამოვიდა რომ მეორე მესამე დღეს უკვე კონცერტზე შევასრულეს ბიჭებმა ეს ტრიო რა ინსტრუმენტს იყენებს გიტარას ძირითადად ცისფერი ტრიოს ხაზი აქვს არჩეული ეს აკადემიური სტილი ალბათ შეიძლება ითქვას და რა ვიცი ვფიქრობთ რომ აი ეს მრავალ ჟანრს მრავალი ხასიათის სიმღერას ვეხებით და ვცდილობთ რომ მაყურებელს შევაყვაროთ განსაკუთრებით ქართული ტრადიციული მუსიკა და მე ჩვენი თავი. კი ბატონო. მაიკოს დაეკითხეთ ხოლმე მას კარგი გამოცდილება და კარგი შეერებს მოგცემ. და მე თქვა, იმიტომ რომ კიდეც გითხარ რომ ჩვენ უკვე მეგობრობთ, იმიტომ რომ როდესაც მათ ჰქონდათ პირველი ესეთი სოლო გამოსვლა და მასშტაბური მე ვესწრებოდი ამ კონცერტს და ძალიან მიხარია, როდესაც იქნო ხალხი შენ იცი რომ მე და შავნაბადა მოვდივართ, აგერ უკვე 25 წელი გავხდა ანსამბლს, ხო? უბრალოდ 20 წელი უკაცრავად 25-ში 20 წლის გახდა, ხო? და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა და თანამშრომლობა მე და შავნაბადა მაშინ ძალიან ის იყო მიჭირდა მისი PR კამპანიის გამართვა ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არ იყო ისეთი პოპულარული, ისე არ იყო მოთხოვნადი, არც მედია ხო იცი მიყვება ფეხს რაოც უნდა ხალხს, ის უნდა გააშუქო შენ, ხო? ამიტომ რაღაცა სულ ამბობ ხომ რომ კბილებით გამქონდა ეს თემები ყველა მედია საშუალებაში და დღეს როდესაც აი შატოს ანსამბლი გამოვიდა ასპარეზზე პოპულარულია, ისეთი პოპულარული როგორც ახლა ქართული სიმღერა და უკვე ხალხური სიმღერაც მე მგონი არასდროს არ ყოფილა და უფრო მარტივია ვთქვათ მაყურებლის სამჟავროს წინაშე წარდგომა, თუმცა გართულდა იმ კუთხით, რომ ამდენ ანსამბლში ძალიან ბევრი კარგი ანსამბლია, მაღალი ხარისხის და შენ რო ტოლი დაუდო, შენ ძალიან ესეთ მაღალ საფეხურზე უნდა იდგე და ასეთი ანსამბლია სხვათა. აი ასეთი აკადემიური ხა ძალიან პატარები სკულისხმობების, საკმაოდ პატარები იყვნენ მაშინ, როდესაც გამოჩნდნენ და ასაკსარგულის ახალბედები იყვნენ და საერთოდ არ იმჩნეოდა ეს ხა მე არა ვარ თქვა ეთნომუსიკოლოგი და ფოლკლორისტი, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხური სიმღერა მაქვს მოსმენილი და შემიძლია ვთქვა რომ კარგი მსმენელი ვარ და ამ კარგი მსმენელობის გადასახედიდან შემიძლია ვთქვა რომ არაჩვეულებრივი ანსამბლია. აი ასეთ არაჩვეულებრივ ანსამბლებს აერთიანებს ეს ფესტივალი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კი არაკლია დღეს პოპულარობა ქართულ სიმღერას და საბედნიეროდ ძალიან ბევრი იგივე გადაცემებიც გაჩნდა, ხო? ამ პროექტია და ქართულ სიმღერაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება,
მაგრამ კიდევ მეტია საჭირო იმისთვის, რომ ეს აი მოვიშველიებ აქვე, ხა ამ თემასთან ახლოს არის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სიტყვები ჩვენ რაღაც ლაიტმოტივად გავგზდევს ამ ფესტივალში, იმიტომ რომ მან თქვა რომ თუ გინდა სიმღერა შეინახო, ფოლკლორი შეინახო, ის მოზარდს უნდა ასწავლო. ქართული სიმღერა შეინახო და კი ბატონო, აი მართვე ახსენა, შაუნება და ბავშვების ანსამბლები მოდის და მოდი პარტნიორებზე ვისაუბროთ, ვინ არის ამ მხარდამჭერები ამ პროექტის და ასევე შემოდგომაზე ვიცი რომ ფესტივალი კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას გააჩენს და რა არის ეს? კი ბატონო, რომ არა საკრებულო და მერია და კახალა ბუჩიძე უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ მე კი ვთქვი რომ ქაუტონი მაია და დათო არიან ამ პროექტის ავტორები, მაგრამ ეს ადამიანები მე მგონი კახალო ბუჩიძემ გააერთიანა კიდევ უფრო, იმიტომ რომ მისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ უნდოდა რაღაც მსგავსი სახის პროექტი და აი ამ სამი ადამიანის დამსახურებით გაჩნდა ეს ფესტივალი და სწორედ საკრებულოსა და თბილისის მერიის დამსახურებით არსებობს პრაქტიკულად ისინი არიან მთავარი პარტნიორები, სხვა სპონსორი არ წყავს ამ ფესტივალს და აი ასე მივდივართ ნაბიჯ წინ და აგერ უკვე სექტემბერში ჩვენ ახალი ანსამბლებით დაუბრუნდებით უკვე კონცერტის სახით, იქნება გაცნობა მათი და რა თქმა უნდა ძველი გუნდებიც მიიღებენ უკვე ამყოფები და მონაწილეები ამ ფესტივალის და ესე გაგრძელდება პრაქტიკულად წელიწადში 2-3 კონცერტის გამართვაც კი გამოგდის, უბრალოდ რაღაცა მოვლენები ჩვენს ხელს გვიშლის მოგეხსენება ქვეყანაში არსებული და ესეთი ხელშემშლელი პირობებიდან გამომდინარე თარიღებს წინასწარ ვერ ვადგენთ ხოლმე, მაგრამ ახლა ამ წუთში ვიცით რომ ჩვენ შემოდგომაზე გვექნება ახალი კონცერტი საფესტივალო. ძალიან კარგი და ჩვენ მივადენებთ თვალყურს და აუცილებლად გავაშუქებთ. მოდი შატო გითხარით სიახლეები რა შეიძლება გქონდეთ უშუალოდ ანსამბლისგან რას უნდა მოველოდეთ და ჩვენ მსმენელს ვეტყვი რომ ვიცემთ შესაძლებლობა შენ გვაჩუქე ჩვენ CD და მოვასმენინებთ თქვენი შესრულებით არაერთ ძალიან ნაცნობ მათთვის დარწმუნებული ვარ და საყვარელ მადლობა ძალიან დიდი საინტერესო კითხვისთვის. ჯერ გადავხედავდი ალბათ ამ სიახლეებს, რაც ახლა ამ პერიოდში გქონდა. ჩვენ ჩავატარეთ ამ აუდიო დისკის პრეზენტაცია კონსერვატორიის მცირე დარბაზში, აგრეთვე ქართული ტრადიციული მუსიკის საღამოზე მივიღეთ მონაწილეობა აგრეთვე კონსერვატორიაში და სამომავლოდ დაგეგმილია მუშაობთ იმ საკითხზე, რომ გქონდეს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, ამ ქვეყნებს ჯერჯერობით არ დავასახელებთ, იმიტომ რომ რა ვიცი, მაინც საინტერესო სპეციფიკური ქვეყნებია დაგეგმილი და ვფიქრობთ, რომ რა ვიცი, უნდა შედგეს თანამშრომლობა და გამოგვივიდეს. ჩვენ წინა წელს გასულ წელს გქონდა ინდოეთში მოგზაურობა, ინდოეთით დავიწყეთ და სასაცილო იყო და ბიჭები ვიხსენებთ ხოლმე, რომ ანსამბლები, რომლებიც მაგალითად ახლო საქართველოს თან ახლო მდებარე ქვეყნებით იწყებენ, ან ევროპით იწყებენ. ჩვენ ეგრევე პირველი მოგზაურობა გქონდა ინდოეთში, რაღაცა ძალიან საინტერესო იყო და შემდეგ უკვე ჩეხეთი გქონდა, ახლაც მუშაობთ იმ საკითხზე, რომ საქართველოსთან ფარგლებს გარეთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ ქართული ხალხური სიმღერა და ასე ვთქვათ, ვაზიაროთ უცხოელი მსმენელი ამ უძვირფასეს განცს, რასაც ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული გალობა ჰქვია. კონცერტისთვის ხო არ ემზადებით? კონცერტისთვის ალბათ წლის ბოლოს შევთავაზებთ მსმენელს, ისევ სოლო კონცერტის სახე ექნება ამას, სავარაუდო საშობაოთ ახალი წლისთვის, ახალი რეპერტუარით, რაც დისკში არ შედის, რა თქმა უნდა და განახლებული იქნება ყველაფერი. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად წინ წავიდეთ, განვითარდეთ და ვნახოთ მომდევნო თვეები გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები. კი ბატონო, დაამატებთ მაიკო რამეს? არაფერს გარდა იმისა, რომ წარმატებები მინდა ვუსურვო ახალბანას და ყველა იმ ანსამბლს და მონაწილეს, რომელიც მონაწილეობს ამ ძალიან კარგ ფესტივალში, მათ ორგანიზატორებთან და სამხატვრო ხელმძღვანელებთან ერთად და რა თქმა უნდა წარმატება თქვენ და მადლობა რომ დაგვითმეთ ყურადღება. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები რასაკვირველია, ასევე ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მადლობა გადაუხადოთ დათმობილი დროისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ მაია ღუღუნიშვილი, ამ ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და შატო კუბათაშვილი, ანსამბლ ახალი ბანას ხელმძღვანელი დროებით.